მოგესალმებით ჰოროსკოპი G-ს მენელს მეღურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს წარმოგვიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგ ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარი 27 ოქტომბრის და 2 ნოემბრის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე უპირატესობის ამოდით დავუშვათ რომ მერკური ინტელექტის გონების მმართველი პლანეტა ამ კვირის განმავლობაში 4 შაბათიდან გადაენაცვლებს უკვე მშვილდოსთვის ზოდიაქოს ნიშანში შემდგომი გახდება სანამ ორიელში გადავა რეტროგრადული უკუმავალი რაც უკვე შემდეგ გადაცემებში ვისაუბრებთ მაგრამ მშვილდოსანში გამიტარებს ადამიანებში კომუნიკაბილურობას გონებამახვილობას ენერგიას აქტიურად აზროვნების უნარს კანგა ლინგვისტურ მონაცემებს აი უცხოენებისთვის უსმოთეატვისებისთვის საუკეთესო პერიოდი დგება და მგზავრობა მოგზაურობისადმი მიდრეკილებაც ასევე მახვილდება დედამიწა არასთვარია პოზიტიურ ენერგოველში რაც თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშანს საკმაოდ კარგ შანსებს აძლევს იმიტომ რომ აქ მატულობს ამ შედეგად ურთიერთგაგება ადამიანებს შორის უმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა სასიკეთო ცვლილებების დროა და ამას ახლა თითოეული ზოდიაქოს ნიშანი შეიცნობს. ვერძისთვის მაგალითად პერიოდი კარგი ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მდგრადია ეს ის პერიოდია რომელიც ხელს უწყობს არაერთი პრობლემის გადაწყვეტას არც საკითხისას თქვა დარეგულირებას თუ შეიძლება ესე ითქვას და ამ შემთხვევაში თუმცა კარგი შრომა მოგიწევთ იმისთვის რომ არაერთი ეს იდეა რეალიზაციაში მოეყვანოთ მაგრამ ეს ღირსამად რატო იმიტომ რომ ყოველივე ამას მოყვება რა ფინანსური საკითხების გადაწყვეტა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ამასთან ერთად შეიძლება სასიკეთო ასკვეთ ხელშეკრულებები დაიდოს მოლაპარაკება აწარმოებდა დაგუფიერი და ძალიანობაში ეს შეუწყობს თქვენ წინსვლას და განვითარებას ერთ-ერთი რასაც კოსმოსი აკითხავს თქვენგან განსაკუთრებულად ეს არის ენაზე კბილის დაჭერა საიდუმლოს დაცვა ჯერ მოდით ნაბიჯი გადადგით მე გათქვით რას აპირებთ რა გეგმები გაქვთ აი მაშინ გაცლებით უკეთ იმუშავებ და უფრო მეტად წაყვალ წინ ყველას კარგი იქნება თქვენთვის 29 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ 27 ოქტომბრის და 1 ნოემბრის დღეები და შესაბამისად რიცხვები რომელიც ცოტა უფრო ფრთხილად და წინდახედულად უნდა გამოვთ რაც შეიძლება კურო ზოდიაქოს ნიშნავდებლებს ყოველ დღე იმუნიტეტი თქვენი უფრო ძლიერდება რაც ნიშნავს იმას რომ პროხტებით აქტიური ენერგიული შრომისმნარიანი ინიციატივიანი ანუ წარმატებულიც იღბალი თქვენს გვარის არის პერიოდი ჰარმონიულია და ხელს უწყობს იგი განსაკუთრებით პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას განვითარებას ანუ პარტნიორული კავშირებისთვის ეს გნებავთ იყოს დაუშვათ სასკვარლო პარტნიორული გინდათ საქმიანი ბიზნეს ურთიერთობა ეს ამისთვის ძალიან კარგი პერიოდია ამასთან ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობაც იქნება მეტად დაღუპიერი ეს პერიოდი ხელს უწყობს ხელშეკრულებების დადებას მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოებას და აქ შეიძლება შორის ქორწინებისთვისაც იყოს საკმაოდ კარგი ეს პერიოდი შემოქმედებითი ნიჭის დონარის გამოვლენის კარგი შესაძლებლობები გაქვს და ნებისმიერ რთული საკითხი რაც უფრო მეტად თქვენი მხრიდან გადაწყდება არა აგრესიით არამედ მშვიდობიანად დიპლომატიის გამოყენებით კომპრომისების მიღწევით მით უფრო მეტად იქნებით წარმატებული სოციალისტური სამართლიანობის გზნობაც მახვილდება თქვენს ხასიათში ყველას კარგი იქნება თქვენთვის 28 ოქტომბრის და 2 ნოემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 31 ოქტომბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც რაც შეეხება ახლა უკვე ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავდებულებს მოდი ასე ვთქვათ რომ ეხოთ ის როგორ ტონუსი მცირდება მაგრამ მაინც სასიკეთო ცვლილებების პერიოდი არის ჯერ კიდევ ენერგია ყოფნით იმისთვის რომ კომუნიკაბილურობა გამოავლოთ გონებამახვილობა აქტიურად იმოქმედოთ და ეს ის პერიოდი რომელსაც შინაგანი სიმშვიდე თვითარწმენა მეტად მოემატებს თქვენში ამასთან ერთად საქმეები ძალიან კარგი იმიტომ რომ მრავალფეროვანი საქმეები ერთი და მეორეც ერთი აი ესა თუ ის საქმე არა მარტო ფინანსურად გაუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას არამედ მორალურ კმაყოფილებასაც მოგიტანთ ეს პერიოდი ძალიან კარგია სხვათვის ახალი საქმის დასაწყებად შეიძლება ახალი სამსახურის დასაწყებად ხელშეკრულებების დასადებად მოლაპარაკებებისთვის ამიტომ სასიკეთო ტენდენციების პერიოდი ერთ-ერთი ცოტა მეტი ყურადღება მიექცეთ უკვე ჯანმრთელობას იმიტომ რომ გაცივების ტენდენცია მოემატებს რაც ითხოვს ცოტა მეტ ყურადღებას ამ თვალსაზრისით თქვენი მხრიდან და მეტი ტაქტი თავდაჭერა კოლეგებთან ხელმძღვანელებთან მიმართებაში აი მაშინ კვირა იქნება ძალიან კარგი ყველას კარგია თქვენთვის 29 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 27 ოქტომბრის და 1 ნოემბრის დღეები და ეს რიცხვებიც რაც შეიძლება გერჩხების ზოდიაქოს ნიშნავდებულებს პირველში მოიტანოთ რომ ეს ის პერიოდია რომ სულისას თქვენ შეგიძლიათ საკმაოდ კარგად წარმოიჩინოთ თქვენი მონაცემები ინტუიცია საკმაოდ მზარდია მასზე დაყრდნობით სწორად შემოსაგებთ და სწორ ნაბიჯებს დგავთ ამასთან ერთად
ენერგოტონუსი მმართველობს, ამიტომ ხდებით უფრო აქტიური ენერგიული ინიციატივიანი ლიდერი საუკეთესოების გამოვლენის შესაძლებლობა გეძლევათ და ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას ერთადერთი, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება, არ გადაამეტოთ ძალაუფლებას, გინ სახლში, გინ სამსახურში. ეს არის კონფლიქტის მომდანი. თუ ამას მიექცეთ ყურადღებას და აკონტროლებთ, მაშინ სხვა მხრივ პერიოდი კარგია. ხელს ყოფს იგი კონკურსებში, ლოტარეებში მონაწილეობის წარმატებით მიღებას. ამასთან ერთად უმჯობესდება ურთიერთობა შვილებთან. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია რომანტიკული ურთიერთობებისათვის, პარტნიორული ურთიერთობებისთვის, სიყვარულისთვის და ქორწინებისთვისაც კი. Ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 28 ოქტომბრის და 2 ნოემბრის დღეები და რიცხვები და არ ვარგო 30 ოქტომბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება იმპერატორთა ნიშანს, ლომის ზოდიაქო იგულისხმება, ნელ-ნელა ენერგოტონუსი თქვენი ეცემა, უნდა არ იმდენად რომ თქვენ ახლა აქტიურად ვერ იმოქმედეთ, მაგრამ ცოტა მაინც გავფრთხილდით უკვე თქვენს ჯანმრთელობას, მოდი ასე ვთქვათ, და ეს ის პერიოდი, რომლისთვისაც მთლიანობაში კარგი ტენდენციები არის უდავოდ. აი მაგალითად საოჯახო ურთიერთობა, არ ეთქმა უპილებას მოიტანს ოჯახს, შეიძლება შემოიტანოთ დაუშვათ ავეჯი, რაღაც გაალამაზოთ ინტერიერი და ამით უფრო გაალამაზოთ თქვენი ბუდე, შეიძლება ესე ითქვას. კარგი ურთიერთობები გაქვთ, რაც მეტად ოჯახის წევრებთან, იგივე ნათესავებთან, ახლობლებთან, ეს უფრო მეტად გაზრდის თქვენს წარმატებებს, მაგრამ აი სასულ მიღმა შეიძლება ცოტა სირთულეები მეტი იყოს. ისეთი ჰარმონიული არ იყოს ეს ურთიერთობები, ამიტომ სახს მიღმა მეტი თავდაჭერა, დიპლომატია, მეტი ისეთი სწრაფი ადაპტაცია დაგჭირდებათ ცვლადი მოვლენების მიმართ. რაც მეტად დაეკმაობთ ინტუიციას, ინტუიციად იმოქმედებთ, დაინასკბილს დააჭროთ, საიდუმლოს დაიცავთ, მირკვდათ იქნებით წარმატებული და წახვალ წინ. Ყველაზე კარგია თქვენთვის 30 ოქტომბრის დღეები ეს რიცხვები და არ ვარგო 27 ოქტომბრის და 2 ნოემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, მოიტანოთ რომ კარგია უდავოდ ეს კვირა, იმიტომ რომ ჯერ ენერგოტონუსი უკვე მაღალია, ეს ნიშანი პრაქტიკული ენერგიული ინიციატივიანი, ემოტება ენერგია, შრომისმერიანი ხდება და ურთიერთობებისთვისაც ძალიან კარგი პერიოდია, ურთიერთგება მატულობს, მოდი ასე ვთქვათ, გინდათ პარტნიორული, გინდათ ინდივიდუალური საქმიანობა, მეტად დაღუპიერი იქნება და ფინანსური კუთხითაც პერიოდი გაცილებით უკეთესია. შეიძლება ახალი პერსპექტივები გამოვლინდეს კარიერული განვითარების კუთხით და პროგრესი განიცადოთ პროფესიონალური განვითარების კუთხით, ინტელექტუალური განვითარების კუთხით, არაერთ საინტერესო თქვენი იდეის რეალიზაცია იქნება შესაძლებლობა პედაგოგიურ სფეროშიც, როგორც აირავშეთ, პედაგოგი ძალიან კარგად წარმოაჩენ თქვენს მონაცემებს და გაზრდით თქვენს ავტორიტეტს და ძალიან კარგი პერიოდია შთაბეჭდილებების მისაღებად. ამიტომ საუბრობა მოგზაურობის კუთხითაც კი საკმაოდ ნაყოფიერია ეს პერიოდი. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 28 ოქტომბრის და 1 ნოემბრის დღეები და რიცხვები და არ ვარგო 30 ოქტომბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება სასწორის ჰაერისტიკის წარმოადგენელ ნიშანს, მოდი ამშვიდობთ, რომ ნელ-ნელა ენერგოტონუსი მართალია ეცემა, ამიტომ დავარია კარგად ცივდეთ, არ გადაიყალოთ მეტად, მაგრამ მთლიანობაში პერიოდი ცუდი არ არის, იმიტომ რომ მას ძალიან კარგი შესაძლებლობები შეიძლება ძალიან საინტერესო წინადადებები მიიღოთ. გარკვეულწილად ფინანსური მდგომარეობას გამოჯობესდეს, მით უმეტეს ადრეული თქვენი საქმეებიდან შეიძლება ახლა ბონუსებიც კი მიიღოთ, ამ პრემიების წინაშე აღმოჩნდეთ. არაერთი პრობლემა შეიძლება გადაწყდეს ამ პერიოდში და პირადი ცხოვრებისთვისაც, სასქესო კონტაქტებისთვის, ქორწინებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია. ეს ის პერიოდი, რომელშიც არაერთი და საინტერესო გეგმა შეიძლება განხორციელდეს და მთლიანობაში ასე ვთქვათ, იქნებით კმაყოფილი. თუმცა ცოტა მეტი ყურადღება ჯანმრთელობას ვიმეორებ, რათა კარგად ცივდეთ და ამით ცოტა ეს სასიკეთო ტენდენციების პერიოდი არ გაიფუჭოთ. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 31 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგო 28 ოქტომბრის და 2 ნოემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, ახლა თქვენი დროა მორიელებო, მზე გადის თქვენ ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ ყოველდღე გემოტება ჯანი, ენერგია, ფსიქოემოციური სტაბილურობა, ინტუიცია, რომელზეც დაყრდნობით სწორად შევასაკეთებთ. ამიტომ ეს პერიოდი ხელს უწყობს თქვენი აურის, ასე ვთქვათ, განახლებას. ეს ის პერიოდი, რომელშიც შეიძლება გაშალოთ ფრთები და იყოთ მეტად წარმატებული და იმოქმედოთ მეტად ეფექტური, თითქმის ყველაფერი. გამოგდეთ იღბალი თქვენს მხარეს არის ახლა და თქვენი მიზიდულობა, შარმი, კრეატიულობა ერთ-ორად მატულობს. ეს ის პერიოდი, რომელშიც არაერთი ადამიანი სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას თქვენს გეგმებში და ერთობლივად, მოდი ასე ვთქვათ, ხელშეუწყობს თქვენს წინსვლას და განვითარებას. ამიტომ პარტნიორული თანამშრომლობის კუთხითაც პერიოდი ძალიან კარგია, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, იქნებით ასევე ძალიან კარგი, უშიშარმა ბრძოლის სულისკვეთება კი საკმაოდ
გაზრდის თქვენს ავტორიტეტს. Ყველას კარგია თქვენთვის 27 ოქტომბრის და 1 ნოემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 29 ოქტომბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება მშვილდოსნებს. მშვილდოსნების ევროკონტონუსი მაღალია, თუმცა უკვე ნელ-ნელა დადაბლების ტენდენცია კვირის მეორე ნახევარში თვალში საცემი იქნება. ამიტომ თქვენ ახლა შედეხართ ნელ-ნელა კვირის მეორე ნახევრიდან პერიოდში, რომელსაც ქვია დაბადების წინა პერიოდი. ამიტომ ძალიან უკატაიხლებით. მიეცით ორგანიზმს ცოტა დასვენების საშუალება. იმიტომ რომ საქმიანი კუთხით ჯერ კიდევ კარგი ტენდენციებია აქ ამ პერიოდს, ამიტომ დროდადრო დაისვენეთ და იმუშავეთ. ეს ის პერიოდი, რომელიც ხელს გავს ზოგიერთ თქვენი გეგმების რეალიზაციას, ზოგიერთი შეცდომების შეიძლება გამოასწოროთ, ესე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ მთლიანობაში ფინანსური კუთხით. პერიოდი კარგია, ხელს გავს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, შესაძლებელი აღმოჩნდეთ საინტერესო ხელშეკრულებების დადების, ახალი პარტნიორული თანამშრომლობის პერსპექტივების წინაშე, რაც ახალ შესაძლებლობებს გამოავლენს, მათ შორის პროფესიონალური წინსვლის და ბიზნეს საქმიანობის კუთხით. ენას ყველი დააჭირეთ უკვე. საიდუმლო დაიცავით და აკონტროლეთ ის მოვლენები, რომელიც ხდება თქვენ სურს უკან. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 30 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 28 ოქტომბრის და 1 ნოემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თხისქას ზოდიაქოს ნიშნავებულებს, საკმაოდ კარგი კვირაა თქვენთვის, ევროკონტონუსი მმართველობს, ჯანმრთელობა უფრო მდგრადია, შრომისმსახურება, ნებისმიერ მოთმენება, შეუპოვება იცავს წინა პლანზე, რაც ხელს გავს თქვენს წინსვლას განვითარებას, საკმაოდ სარფიან პროექტებში ჩართვას, ეს პერიოდი კარგია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. და ეს აქ შეიძლება ძალიან კარგად თქვენი ორგანიზატორული მონაცემები გამოავლინოთ. ძალიან კარგი პერიოდია მრავალფეროვანი ურთიერთობების თანამშრომლობის კუთხით. შეიძლება აქ საკუთარი სამუშაო ჯგუფიც კი ჩამოაყალიბოთ და სხვა შორის შეიძლება ძველი მეგობრები, ძველი პარტნიორებიც დაგიბრუნდნენ და მათთან ერთადაც განხორციელდეს არაერთი საინტერესო იდეა. ეს არის რეფორმების დრო, სიახლეების. დაანერგეთ ახალი მეთოდოლოგიები, ახლებურად იმოქმედეთ, შეიძლება გარეგნულად ახალბური იმიჯი შეიქმნა და ასე შემდგომ. ინტერნეტთან კონტაქტი, რაც შეიძლება უფრო მეტად აქტიურია. აქედანაც მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას და გაიცნობთ საინტერესო თქვენთვის ადამიანებს. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 27 ოქტომბრის და 2 ნოემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 29 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება მერწყულებს, მოდი აღვნიშნოთ, რომ ევროკონტონუსი მართალია ნელ-ნელა ეცემა თუმცა დასვენებას გამოძიებას მეტი ფასი დაედება, მაგრამ მთლიანობაში სტაბილური პერიოდია, რომელიც ხელს უწყობს საქმიანი ორგანიზატორული მონაცემების გამოვლენას და რაც უფრო მეტად ისე საიდუმლოდ იმოქმედებთ, ზედმეტად არ გამოჩნდებით, ასე ვთქვათ, პოლისებს მიღმა იმოქმედებთ მით უკეთესი. პრომეტზე გავლენას მოხდან სიტუაციაზე, თქვენ სულიყო ადამიანებზე ამით და სხვა შორის ძალიან კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, მსხვილი საყიდლებისთვის, სხვა შორის ინვესტიციებს უწყობს იგი ხელს და აქ არ არის გამორიცხული ზოგიერთ გადაგანი შეიძლება შეხვდეს თავის მეორე ნახევარს. ამიტომ სიყვარულისთვის და პარტნიორული ურთიერთობებისთვისაც პერიოდი კარგია ისე, როგორც ხელს უწყობს იგი თქვენს პროფესიონალურ წინსვლას, კარიერულ განვითარებას, შეიძლება ზოგიერთმა თქვენთაგანმა ახალ თანამდებობასაც გამოკრას ხელი. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 30 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 28 ოქტომბრის და 1 ნოემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. და რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნავებულებს, აქ თვითონ წმენა მათულობს, უფრო კომფორტულად იგრძნობ თავს, იმიტომ რომ ევროკონტონუსი მათულობს, ინტუიცია უფრო მზარდი, ამიტომ მასზე დაყრდნობით სწორჩევანს აკეთებთ, თქვენი შემოქმედებით ნიჭის დონარის ახლებურად გამოვლენის შესაძლებლობა გეძლევათ, მოდი ვთქვათ, ურთიერთგაგება თქვენსა და ევროკოპ ადამიანებს შორის მათულობს, ამიტომ სხვების მხრიდან მხარდაჭერის ტენდენცია მოიმატებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება გახდეს იდეური ლიდერი, რო იტყვიან და ძალიან კარგი პერიოდია უცხოელებთან აქტიური კონტაქტების კუთხით. მგზავრობა მოგზაურობისთვის, ახალი შტაბ-შტაბებისათვის, შეიძლება უცხოელებთან ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, ადვილად აითვისოთ უცხოენები და საკუთარ თავზე აიღოთ ინიციატივა, გამოვლინოთ კარგი ორგანიზატორული მონაცემები. რაც მეტად დაექნობით ოპტიმიზმს, მით მეტად წახვალ წინდა იქნებით წარმატებულები. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 27 ოქტომბრის და 2 ნოემბრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 31 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი. ინფორმაციით, საუკეთესო სურვილებით, მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, გემშვიდობებით ამით, მომავალში ხვდებით.